მე მაქვს ინფორმაცია, რომ ერთათეულამდე ადამიანიც არ იყო იმ მიტინგზე და მიტინგს ატარებდა არა სამთავრობო ორგანიზაცია, არამედ მერის მოვალეობის შემსრულებელი, ვინც გახდათ, იმის ოჯახის წევრები. ნათესაობა. კი ბატონო. რაც შეეხება იმას, რომ დღეს მერის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა გია შარაბიძე, ვადასტურებ, რომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მიერ რეკომენდირებული იყო ბატონი გია ვიცემერის თანამდებობაზე. დღეს მაქვს ინფორმაცია, რომ საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს უკვე მერის მოვალეობას. ამ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებდა საკრებულოში წარმოდგენილი ფრაქცია საქართველოს პატრიოტთა ალიანსის. მე ყველას ვთხოვდი, რომ ნუ დააკნინებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს როლს, მისი ხელმძღვანელობის, მასში წარმოდგენილი უმრავლესობის და იცოდნენ, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს ადგილობრივ თვითმმართველობაში წარმოდგენილი უმრავლესობა, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი და ქართული ოცნება. ერთობლივი გადაწყვეტილება იყო ეს, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, რომლის შესახებაც ადმინისტრაციულ აქტს დაუშვებდა საკრებულოს თავმჯდომარე კანონთან შესაბამისად.